მე გახლავართ ეკატერინე ბერიაშვილი, მხატვარი, ხატმწერი, ფერმწერი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით, წარჩინებით, დავამთავრე ასპირანტურა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობ როგორც ფერწერაში, ასევე პარალელურად მუშაობ ხატწერაშიც. სულ რაღაც 2-3 წელია, რაც ჩავერთე მაქსიმალურად გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებში. მინდა აღნიშნო, რომ ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის პერიოდში დამენიშნა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის პრემია. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო. შემდეგ ამ 2024 წელს მივიღე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, საუკეთესო მხატვრების დაჯილდოვება მოხდა ფლორენციაში, ფლორენცუების სასახლეში, სადაც წარდგენილი იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, სახელწოდებით სულის სამაღლება. ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული სიცილიაში, კერძოდ აკადეში, მიწკივების სასახლეში გამოფენა ჩატარდა და იქ მე ვიღე კონკურსის სახით ჩატარდა და მომანიჭეს ოსკარის დიპლომი. ასევე მაქვს მონაწილეობა მიღებული რომში საჩუქარი ღვთისგან არის მხატვრობა და რამაც მე დიდი ბედნიერება მომიტანა და დიდი სიამოვნებით მუშაობ მხატვრობაში, ფერწერაში და ასევე ხატწერაშიც. ჩემთვის განსაკუთრებული ფერი ძირითადად ამაზე უფრო არ გამემახვილებია ყურადღება, მაგრამ აღნიშნავდი უფრო გამოვყოფდი ყვითელ ფერს, იასამნის ფერს. ასევე წითელი ფერი, რა ვიცი, ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ იყოს კოლორიტული, რა თქმა უნდა. ჩემი ნახატები იქნება ძალიან განსხვავებულად, ჩენებურად, არ არის დაგეგმილი თუ რა უნდა გავაკეთო. მოდის რაღაც ზებუნებრივი, რაღაც ისეთი ძალა, რომელიც მაქმნევინებს ნამუშევრებს და მე იმ ხატვის პროცესში უკვე ვგრძნობ, რომ ეს უნდა იყოს რაღაც განსხვავებული, გამორჩეული ნამუშევარი. მინდა აღნიშნო, რომ ჩემი ნამუშევრები ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული იყიდებოდა. ერთადერთი სალონი იყო, მოდარუროა, გაანათლოს ღმერთმა აღარ არის. ჯავახიშვილის 8 ნომერი არის თუ არ ვცდები, იქ არის სალონი და დღემდე ვყიდი იქ ნამუშევრებს. ასევე იყიდება Facebook-ზეც, პირადადაც მიკავშირდებიან.